მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. 2012 წელს დღეს ჩვენ პირველად ვართ გადაცემაში, მე მანამდე გადაცემა არ მქონია. მე სრულიად საქართველოს ყველა ჭეშმარიტ ქართველს მამულიშვილს ულოცავ ახალ წელს, შობა ახალი წლის დღეებს და უსურვებ ისეთი ბედნიერი საქართველოს, როგორსაც ნატრობს სრულიად საქართველო, ყველა ჭეშმარიტი ქართველი და ერთხელ და სამუდამოდ ამ წელს მიგვეღწიოს ჩვენ სამართლიანობისათვის, როდესაც საქართველოში აღარ იქნება ამდენი უსამართლობა, ამდენი უკანონო პატიმარი, პოლიტპატიმარი, შეწყვეტილი იქნება საერთოდ პატიმრების მიმართ ღირსება შემლახველი ქცევები, აღარ იქნება ვთქვათ ეკონომიური პრობლემები და უამრავი სურვილი, რომელიც აქვს ქართველ ხალხს, ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს, ასევე როდისმე მიგვეღწიოს, რომ აღმდგარი იყოს ტერიტორიული მთლიანობა საქართველოში და კვლავ სამაჩაბლო და აფხაზეთი დაბრუნებული იყოს სრულიად საქართველოს შემადგენლობაში. დღეს გადაცემას 1 საათის განმავლობაში წავიყვან მე ირაკლი შონია, ხოლო დღევანდელი გადაცემის სტუმარია ჩემი ცნობილი მფრინავი, სოხუმელი მფრინავი და ვიტყოდი პრეზიდენტ ზვიადგამსახურდიას პირადი მფრინავი ბატონი ზაურბედია. მოგესალმებით ბატონო ზაურ. მე დღეს მგონია რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება ჩვენ და ჩვენ ფაქტიურად ვინც წინა გადაცემებში ადევნებდა თვალყურს, შუქდება 1991-92 წლების პუჩის მოვლენები, მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, ჩვენ შეიძლება ზუსტად თანმიმდევრობით არ მივყვებით ამ პროცესებს, ვინაიდან სხვადასხვა თარიღები წინ უსწრებს ხოლმე ისტორიულ ქრონოლოგიას, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩემი გადაცემები მიეძღვნა სწორედ ამ თემებს, რომელსაც ტაბუ აქვს დადებული 20 წლის მანძილზე და დღესაც ჩვენ ფაქტიურად ბოლო გადაცემა, როდესაც გავაკეთე, მოწვეული იყო აქ გოჩა ბახია და ჩვენ შევჩერდი ზუსტად იქ, როდესაც განდევნილი იქნა საქართველოდან ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და კორტეჟი, რომელიც იჯევანისკენ მიემართებოდა და რომელსაც ცხრილავდნენ გზადაგზა წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლები და სხვა კრიმინალური ბანდები, ესე ვიტყოდი. ბატონო ზაურ, მე პირველი კითხვა თქვენთან ესეთი მაქვს, თქვენ როგორ აღმოჩნდით საერთოდ აი ამ ყველაფერში, როდესაც მე ესე ვიტყოდი, დავათარიღებდი დღევანდელ გადაცემას თბილისი, იჯევანი, გროზნო. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, ნამდვილი ახალი წელი. ჩემს ერს, ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს და მინდა ზვიადის სიტყვები გავიმეორო. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგონ ის იმედი, რწმენა, რომ საქართველო არა დღევანდელი ხელისუფლების ხელში, მომავალი ჩვენია და საქართველო იქნება მთლიანი. მე მაქვს კარგი ფეხი ამ 2012 წლის პირველი, ასე რომ ვთქვათ, უცხი ბედნიერი მე ვარ თქვენი, ასე რომ მომავალი კარგი ექნება და კიდევ ბევრ რამეს გისურვებთ კარგას. ეხლა როგორ აღმოვჩნდი და აღმოვჩნდი კი არა, მე უნდა ვთქვა, რომ ყველა ჭეშმარიტი ქართველი, ვისაც გულით გეოდა სამშობლოზე, ხალხზე, ერზე, გაჩერება და შორიდან ყურება შეუძლებელი იყო. სოხუმის აეროპორტი იყო ძალიან აქტიურად ჩართული აი ამ პროცესებში და უნდა გითხრათ, რომ არა მარტო ჩემი დამსახურება კი არ არის, რომ მე აღმოჩნდი იქ იმ პირველ ხაზზე, სადაც იყო საჭირო, რომ მეხსნა ჩემი საყვარელი და ჩვენი ერის საყვარელი პრეზიდენტი ზვიადგამსახურდია. მე დამავალა ჩემმა ერმა, ჩემმა სინდისმა, ჩემმა სამშობლომ, რომ ყოფილიყავ იქ, სადაც არის ჩემი პრეზიდენტი, ჩემს მიერ და ჩვენს მიერ არჩეული და არა ფალსიფიცირებული, როგორც შემდეგი პრეზიდენტები იყვნენ, მაგრამ არა არც ედვარდ შევარდნაძე და არც სააკაშვილი არ ყოლია საქართველოს ისეთი პრეზიდენტი,
როგორც ზვიადგამსახურდია იყო. ეხლა მე როგორ აღმოვჩნდი? მოგიყვებით დეტალურად. როდესაც ვასრულებდი რეისს და სოხუმში დაждომამდე ახლა არ მახსოვს ზუსტად საიდან მოვდიოდი ლენინგრადიდან თუ მოსკოვიდან ხაერში მეთქეს დისპეჩერმა რომ დაждომის მერე სასტრაფოდან და გამოცხადდე სოხუმის აეროპორტის უფროსთან. ახლა არეულობა რო იყო და რაღაც რო იყო ასეთი პროცესები რომ მიდიოდა ეს ყველასთვის ცნობილი იყო. მაგრამ რა თქმა უნდა ეკიპაჟი გავაფრთხილე დაждომის მერე რო არ წასულიყვნენ სახლში შეიძლება ახალი დავალება მოეცათ და მე უცბად გავიქანი ეკითკენ შტაბისკენ მეორე სართულზე იყო სოხუმის აეროპორტის უფროსი ზაური ხაინდრევა და რო შევედი და გავაღე კარი დივანმა შემიშვა იჯდნენ ასე რომ ვთქვათ პაპახიანები ერთი 12 კაცი მეტი ჩეჩნები დიახ ხედავ იქ ჩვენებიც ძალიან და მოკლედ თელი ეს დარბაზი იყო სავსე და რო შევედი ყველას ყურადღება ჩემსკენ იყო და რა თქმა უნდა ახლა ძალიან ხერხულ მდგომარეობაში ვიყავი და ეს ხაინდრევა ზაური მეუბნება აი მე კი არა ამ ხალხს ეუბნება ეს არის ზაური ბედია. ეხლა როგორ აღმოვჩნდი ალბათ უნდა ითქვას სიმართლე ეს ყველაფერი იყო დაწყებული რომ ზვიადგამსახურდიას ხსნა და ეს იყო გოჩა ბახიას მიერ ყველაფერი ორგანიზებული და ეძებდა ისეთ ეხლა მე რამდენადაც ვიცი თბილისის აქ რა თქმა უნდა ითამაშა დიდი როლი სიგუამ და კიტოვანმა და ამ დაძერალებმა რომ ფრენაები არავინ არ გაეშვდა ეხლა მე თავზე არ მინდა ვიქო პრეზიდენტი სად იყო ბატონო ზაური პრეზიდენტი იყო სომხეთში ანუ უკვე იჯევანში არა იჯევანში კი არ იყო სხვაგან იყო იქ მაგრამ მე აღმოჩნდა იჯევანი არის აეროპორტი მე მოვიყვანეთ ეს მე აგიხსნით ახლა როგორ იყო როდესაც ზაურიმ ხაინდრამ ამიხსნა რომ უნდა წახვიდე და გროზნოში უნდა ჩახვიდე ამ ხალხთან ერთად იქიდან უნდა მიიღო ინსტრუქცია შეხვდები ჯოხარ დუდაევს და იქ თქვენ გადაწყვეტ როგორ და რა მხრივ და რა ხაზით ყველაფერი შესრულდეთ ეს დავალება. რა თქმა უნდა ამას ხელმძღვანელობდა ბატონი გოჩა, მაშინ გავიცანი მე გოჩა, რა მანამდე ჩვენი ასე რომ ვთქვათ მოძრაობა იყო ძალიან აქტიური გაბელაია მოძრაობასკენ მოძრაობა შიგნით სოხუმში დიახ და მე ჩართული ვიყავი ამ მოძრაობაში ეროვნულ მოძრაობაში გასაგებია ეროვნულ მოძრაობაში ლაპარაკი და ალბათ ამანაც დიდი როლი ითამაშა პლუს ამას ჩემი პროფესიონალიზმმა პლუს ამას ყველაფერმა და მე აქ თბილისმა ვარი რო თქვა ბაქოს იმან ვარი რო თქვა და იქ მით უმეტეს ერევანი რა მდგომარეობაში იყო ჩვენი პრეზიდენტი და დაცვის ხალხი ეს ყველამ კარგად გვახსოვს მაგრამ ბოლოს უნდა გითხრათ რომ სომხებმა ძალიან კარგად დამეხმარენ ერთ-ერთმა იმის გვარი არის კაზარიანი ეს იყო ავიაციის პრეზიდენტი და დიდი მადლობელი ვარ ამ კაცისგან ეს იყო გადავფრინდით რა თქმა უნდა სახში არ წავსულარ უცბად ეკიპაჟს აუხსენი რომ უნდა გავფრინდეთ გროზნოში ჩემი ეკიპაჟის წევრები იყვნენ მეორე ფრენავი იყო ბატონი ოთარ შინგელია ბორტინჟინერი იყო გალაქტიონ ემსაძე და ფლაგმანი იყო სომეხი არუტუნოვი ვლადიმერ არუტუნოვი ყველა ერთხმად დამეთანხმდნენ რომ სადაც
გვეტყვით მეტაურო იქ წავალდა და ეს იყო გადაფრინდით იმ დღესვე გროზნოში. გროზნოში რო ჩავფრინდით პროფესორად. რა თქმა უნდა მე მეგონა და ჩვენ ეგებას გვეგონა რომ უცბად იქიდან ჩაგვიწყალდნენ ნაცს და გადაფრინდებოდით ერევანში ზვიადის გადასაყვანად, მაგრამ არა იქ წაგვიყვანეს ჯოხარის რეზიდენციაში. ჯოხარის რეზიდენციაში რომ მოვედით, ეხლა ველოდებით ბატონ ჯოხარს არ გამოსდა ღამის პირველ საათზე ისინიც ვარ და ვუყურებ ტელევიზორს ისე ნერვულობთ და ატყდა ჩოჩკოლი მოდის პრეზიდენტი მოდის გენერალი მოდის ყველა ადგილდა ჩვენ ახლა ეკიპაჟი დავდექით გავარდა მასობაში შემოდის და პირდაპირ ჩემსკენ ალბათ სურათი აჩვენეს თუ რა ვიცი ალბათ ბატონ გოჩამ უთხრა ჩემსკენ წამოვიდა გადამეხვია ჩეჩნურად იცით ალბათ ესამნებიან გადამეხვია და მეუბნება ну что командир отдыхайте когда будет задание мы вам скажем когда надо будет лететь ну ახლა მე დავეთანხმე და იმ ღამეს იქ დავჭით მეორე დღე ველოდებით ნერვულობთ აბა იქით მაგრამ უკაცრავად არა და მე მეორე ღამეს მე მიბარებს მეორე სართულზე ზევით და იქ ჩვენ მე და ჯოხარი პირადად 5 ვარიანტი დავამუშავეთ თუ როგორ უნდა გამომეყვანა და ვის უნდა ეხემძღვანელა ამ ოპერაციაზე. ეს იყო რთულზე რთული ოპერაცია. რთული იმ მხრივ რომ ისე ვერ გაკეთეთ თვითმფრინავია ამოწმებს ასე რომ თქვა PVO და თელი რუსეთის რაც არ უნდა იყოს რუსეთის ტერიტორიაზე ვართ არ არის რუსეთი მაგრამ მაინც საჰაერო სივრცე და მთლიანად ჯერჯერობით ეს აკონტროლებს რუსეთი კავკასიის საჰაერო სივრცეს და 5 ვარიანტი დავამუშავე ჩვენ ისეთი რომ ამ 5 ვარიანტიდან მე ერთადერთს გამოვიყენებდი რომელიც გამოვიდა შედეგიანი იქნებოდა დადებითი. რა თქმა უნდა მესამე დღეს ორი კონდიციამდე ვიყავით მისული ეკიპაჟი ჩემი ნერვულობთ და მიძახეს пришло время бадони Джохари мизахеза пришло время выполнять задание да მეუბნება в этой операции будешь руководить сам ты მე ვუთხარი რატომ მე ახლა პოლიტიკოსი მე არ ვიყავი ისე მაგრამ როგორც ახლა ქართველები ვინ უნდა გააფრინდეს ქართველებს იქ ჩეჩნები გამოყვებიან მაგრამ ეს არის მიუღებელი რომ ჩეჩენმა ეხემძვანელოს მაგრამ სინამდვილეში ისინი აკეთებდნენ მაგრამ როგორც ხელმძღვანელი მე ვიყავი პასუხებელი პირი აბა ვის გამაყოლეთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვისი შინაგან საქმეთა ჩიჩკერის რა თქმა უნდა საქართველოს არ იქნებოდა იჩკერის შინაგან საქმეთა მინისტრი და 4 კარატისტი ახალგაზრდები ჩამწეს და ხედავ იარაღითა და ბატონ ჯოხარს ვეუბნები არ შეიძლება იარაღით მე ვხარ რაც არ უნდა იყოს სხვისი ქვეყანა იარაღის შესვლა არ შეიძლება და კი მართალი ხარო და იარაღით ჩამოვართვა და ბიჭები იყვნენ ისეთები რომ ძალიან მაგარი ბიჭები იყვნენ 4 ეს კარატისტები და ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი და გავფრინდით რომ შემოვიდი საქართველოს საჰაერო ტერიტორიაზე დისპეჩერი მეკითხება სხვა იმას ვეუბნები ახლა მე ჩემ ვარიანტები მინდა ეკითხოს სხვა ბორტის ნომერს ვეუბნები იმიტომ რომ სოხუმის ბორტის ნომრები ყველა მიცოდა ახლა საქართველოს ისე და ყველა მიცოდა და ამიტომ ეს სხვა ნომერს იქ ნომერი არ ჩანს და ეს ასე რომ ვთქვა აბაზნავაჭენი ეს ზნაგები რაც იყო ყველაფერი არის გამორთული და მე ვეუბნები სულ სხვა ნომერს
საიდან ახარ? მე ვეუბნები კალინინგრადიდან. მეუბნება სად მიდიხართ? ერევანი. ასეთი რადიოგრამა არ არის. მე ვთქვი ეს არის მიწის პრობლემა, მიწამ უნდა იმუშაოს, არა ჩვენ ფრინავებმა და მოკლედ რო არ იქით შეუტიე. ამასობაში მეუბნება კი ბატონო, მივბრძანდით, უკან დაბრუნება არ შეიძლებოდა და ну ეხლა საქართველოს ტერიტორია რო გავიარე და იმაში სასამხედროში რო შევედი საერო ზონაში, იქაც იგივე შეკითხები. და მეუბნება რა ქვიაო თქვენ რეისსა და მე ვთქვი სპეციალისტით მომდივარ. და ეს იყო რა გინდათ აქედან რომ წაიღოთ და მე ვეუბნები თქვენგან რა შეიძლება აქედან წაღამის კონიაკის მეტი რა გაქვთ მეთქი. ну ეს ხუმრობით და რაღაც იმი და აი ამასობაში დავჯექით იჯევანში რო დავჯექით. ეხლა ეს სპეციალისტია ასე რომ თქვა სათვირთო რეისი, ამიტომ ჩვენ დაგვაყენეს ძალიან შორს. პერონზე აქ ადგილები არ იყო და ძალიან კუთხეში დაგვაყენეს აეროვაგზიდან შორს. ბატონო ზაურ, აქვე გითხავთ, იყო საუბარი და მსმენია, რომ საერთოდ ის ტრაპი, რომელიც თვითფრინავამდე არის, კიბეები ასასრული, საერთოდ არ ქონდაო ვერტფრენსო და დიდი პრობლემა იყო ასვლაო. გეტყვით, აგიხსნით ეხლა რომ ჩვენ დავაყენეთ ეხლა თვითფრინავი ტრაპიკი მოგცეს, ყველაფერი ჩამოვიდა. ის გაფრენის დროს არ მოგცეს, გაფრენის დროს არ იყო თორე. ეხლა როგორ იყო? რო დავჯექ, ეხლა წარმოიდგინეთ, სად არის ეხლა? ვის უნდა შეეკითხო, რომ სად არის ჩემი ზვიადე? სად არის ჩვენი ზვიადე? ну რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მიმართო, როგორც იტყვიან, თებსიჭერან წავიდან. და მე ვეუბნები ტექნიკებს, სად არის თქვენი რეზიდენცია, ასე რომ თქვა აეროპორტის უფროსი. აეროპორტის უფროსი კი არა, აქ ზესო ჩვენი ავიაციის პრეზიდენტია. ძალიან დადებითად ახასიათებდა, კაზარიანიაო, მაგის გვარია და გვაჩვენა რეზიდენცია. ну მივედით, ეხლა მე მივდივარ, მარტო მე და მომყვება თან შინაგან საქმეთა მინისტრი ეს ჩეჩნეთის. ეს ორი მივდივარ და სხვები აქ დავტოვე. ტრაპი და ყველაფერი რიგზე იყო. ეხლა ნავთი ჩვენ არ გვინდოდა, იმიტომ მე ნავთი ავიღე იმიდან გროზნო პრეზიდენტს როგორ მიაგენით? აი მას ვლაპარაკობ. ეხლა რომ მივედი და შევდივართ ამ პრეზიდენტთან, კაზარიანთან. კაზარიანს აუხსენი ყველაფერი მე, ასე ამ დავალებით და მომისმინა ესა და ეს იყო უცბად შევერდა აპარატ იმის პრეზიდენტის პეტროპეტროვსკის იმას რეზიდენციას და უთხრა ასე თვითფრინავი აქ არის, ხომალდის მეთაური აქ არის და ჩამოსულია წასაყვანად. ну ასე თუ ისე ძალიან კარგად მოგვექცა ეს კაცი, თბილად. და გვეუბნება მანქანებს მე მოგცემთ. მოგცა ორი მანქანა ვოლგა. და წაგვიყვანეს უცბად რეზიდენციას ტერპეტროსიანს. იქ რომ მივედით. ერევანზეა საუბარი? ერევანი. დიახ. ერევანში რომ ჩასული ვარ და იმას გიყვებით. თან მიდერულად რა. დიახ. და რეზიდენციას ძალიან შორს ყოფილა ქალაქიდან რომ მივედით. რა თქმა უნდა, იქ მის შეგიშვებდა საშუშ გარეშე და შემოწმების და თელი ამბავი. თითქმის საღამომდე იქ დავტრიალებდით ასეთ შემოწმების და ეს ხო ჩვენ შემნიშნეთ შიგნით იყო ვიღაც ორი ქართველი ლაპარაკობდნენ ქართულად და მე კი არა ამ შინაგან საქმეთა მინისტრის ახლა რომ დავიღალე და თვითონ რომ დავდივართ მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი მეუბნება ვიღაცაო ქართულად ლაპარაკობს შიგნით ორი არიანო შიგნით ახლა ვიფიქრე ვინ არის ალბათ ჩვენი ხალხია მეთქი ხო მივედი და ისა მომუსმინე ქართულად ლაპარაკობენ გამოელაპარაკე ახლა და ჩვენ შორის არის რეშოტკა რა ზაბორი და ვეკითხები საიდან რა ის აქედან და მე მატყუებენ ახლა ესენი მაგრამ საქმე იმაში რომ მეუნებიან ზვიადის ჩამოსაყვანად ჩამოვიდი ახლა უცბად გამიარეთ იმაში მე ჩამოვიდი ზვიადზე ჩემთან ისინი არ იყვნენ მით უმეტეს ჯოხარის არ უთქვამს რომ იქ ქართველები იქნებიან
და ასეთი რამ ხდება. მაგრამ თუმცა ესენი ყოფილან აქედან ჩასული და ხო გაახმოვეს მაშინ რომ ტონობით ოქრო და რაღაცა და მილიარდები რო წაიღო და სინამდვილეში შიმშილი ხდებოდნენ საწყლები შიმშილით. ნუ ამაზე შემიძლია ბევრი ვილაპარაკო. ეს ხო გამვილაპარაკო და მეც ახლა ვეუბნები რომ მეც მეუთხარი საიდან მოდიხარო და მეუთხარი მე ახლა ხო არ ვეთქვი ჯოხარისგან მეუთხარი სიგონ გამოგზავნა მეთი. ერთმანეთს ეუბნები ჩვენი კაცია მაგრამ მეორე ბორტი რო ყავსო სადღაცო. მეორე ახლა ბორტი ვინ იყო და ნუ ახლა მე ხო არ მიცნობენ ესენი პირადად ფიზიკურად და ის იყო დააგუშეს შემოვიდა ვიღაც პოლკოვნიკი ესენი ცოტა განზე გაეწიან მოვიდა ვიღაც პოლკოვნიკი საზღვაო ფორმაში და ჩემ გვარს კითხულობს ბედია რომელიო და მე ვთქვა მე ვარ მეთქი და кто с вами еще და მე ვეუბნები ეს ხო არ ვიტყვი ახლა შენ ასაგვი და მინისტრი და ვინ არის და ეს კაცი მეთქი ზახაჯიჭი შეგუშეში და ის ხო მივედით ძალიან ის იქიდან ერთი 300-400 მეტრო იყო რეზიდენციამდე იქ რომ მივედით იქაც ძალიან დიდი შემოწმებები და თელი ამბავი და ბოლოს ჩავედით ახლა ძირზე ვხედავ ну ძალიან ესეთი ლამაზი ადგილია არის აუზი და აქ ну თითქმის სინათლე ისე იყო რა რაღაცა ბუნდოვანი და აქ ზიან დაცვის წევრები და ზვიადი და სულ ყველა აქ ზიან და ყველა მიყურებენ აი როგორც იგი ის მე მარტო შევედი გავჩერდი ახლა და უყურები სადა ახლა ზვიადი მე და ზვიადი თვითონ ადგა მოვიდა ჩემ და გადამეხვია მაგრამ ისე იყო სუსტად და ისე იყო ისა რომ ძალიან სუსტად იყო ნუ ახლა წარმოიდგინეთ შიმშილობა ეს ყველაფერი ეს სტრესი ასეა თუ ისე ვეუბნები ახლა დრო არ აქვს ბატონო ზვიად მე ვთხარი და წავიდეთ მე ვთხარ მანქანები სამდე ამასობაში იქაც ორი მანქანა კიდე თუ სამი კიდე მოგცა და თელი ესკორტით წავიდით აეროპორტში ნუ ღამე იყო აეროპორტში რომ მივედით რა თქმა უნდა ჩვენ ვაგზიდან როგორც იტყვიან ნორმალურად ვაგზიდან კი არ მისვლათ ასე რომ იტყვიან შავი გზით ჩერნი ხოდ ასე შეგვიშვეს მანქანების შიგნით რომ მივედი ინჟინერი მეუბნება გალაქტიონი ცხონებული არც ერთი არა სამწუხაროდ ჩემი ეკიპაჟიდან დავრჩი მარტო მე ცოცხალი ხო და გალაქტიონი მეუბნება ტრაპიო გაიყვანესო და არ არისო ტრაპი რა ვქნათო და ეს ხალხი ჩამოყვანილი მოყავს ახლა მანქანიდან ჩამოვიდნენ და გვერდით ვხედავ დგას აინ 12 აინ 12 ეს არის 100 კაციანი ადგილი დესანტის თვითმფრინავი და ხედავს ჯარისკაცებით სავსეა რუსების ახლა წარმოიდგინეთ მე რა დღეში ვიყავი მე დიახ ჯერ ერთი და რო წავედი არავინ არ იყო თუმცა ესენი მოფრინლა და ესენიც აქ დაუყენებიან მაგრამ ყურადღება ჩვენ არ გვაქცევენ ესენი ბატონო ზაურ ოპერატორი მატყობინებს რომ სკაიპით არის ჩართვა ფინეთიდან მე მგონი გოჩა ბახიას სურს ჩართვა და ჩვენ ჩავთოთ გოჩა ბახიაც და შემოვიდეს საუბარში და გოჩამ რო გააკეთა და გოჩამ რომ მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში მოგესალმებით მეორე არ არის ასეთ ბატონო გოჩა მოგესალმებით ახალ წელს თქვენც ასევე ძვირფასო მეგობრებო მადლობთ თანამებრძოლი ბატონო ზაურ ჩემო გმირო ადამიანო ბატონო ირაკლი მადლობთ და მე არ მინდა შეგიშალოთ ხელი ძალიან ხოთ რა შეიძლება მეტი ბატონო ზაურისგან მანიცის ყველა დეტალები მე უბრალოდ დავამატებდი რომ ეს იყო პირველი ერთობლივი ჩეჩნეთისა და ჩვენი სპეცსამსახურების ოპერაცია რომელიც ბატონი ზაურის გმირობით მისი ეკიპაჟის გმირობით დაგვირგვინდა წარმატებით ბატონო გოჩა მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ თქვენ უკვე იყავით ანუ გროზნოშიც იჯევანშიც აი თბილისიდან ჩასული დელეგაცია რომელიც ითხოვდა ჯერ იჯევანში და შემდეგ გროზნოშიც უკვე ზვიად გამსახურდია გადმოეცა
სიგუა კიტოვან იოსელიანის კრიმინალებისათვის. ეს დელეგაცია იქ მუდმივად ითხოვდა. ვინ იყვნენ? იყვნენ ბუბაკი კაბიძე, რა ქვია, პაჩორის ზურაბ ჟვანიაც იყო ძმები შენგელაიები. დიახ. იქ დაახლოებით, ესე იგი, რო არ ემარჯვა ბატონ ზაურს, მის გმირობას, მის ეკიპას, ესე იგი, ფაქტიურად ოპერაცია ჩაშლილი იქნებოდა. სომხეთის პრეზიდენტი აპირებდა ბატონი ზვიადის გადაცემას და რა შეიძლება ამას მოყოლოდა, თქვენ ალბათ წარმოგიდგენიათ ისტორიულ მომავალში ახალი ყარაბაღი იქნებოდა და მადლობა ღმერთს ეს არ მოხდა და ეს ავიცილეთ. ბატონო გოჩა, გარდა იმისა, სანამ თვითფრინავი აფრინდებოდა და გროზნოსკენ აიღებდა გეს, კიდე რაღაც მოვლენები მოხდა, რომელიც თქვენ კარგად იცით და იქ ორი სიტყვით მოგვითხროთ. სპეცსამსახურები იქ აყვანილი იყო, რა ქვია, ძელად ჩეჩნეთის ეგ იყო, იცით როგორაა სპეცსამსახურების ოპერაცია. ძირითადად ჩეჩნები მონაწილეობდნენ ამ ბატონ ზაურის მეთაურობით ამ ოპერაციაში და ახლა პირდაპირ ყველა დეტალის გაშიფრვა მე მგონი დიახ. კარგი, თქვენ ხაზზე იყავით ბატონო გოჩა, მე ხა ბატონ ზაურს ვთხოვ, რომ გააგრძელოს და უფრო მოკლედ რომ ჩავეტიოთ ჩვენ ყველანი. ინფორმაცია ბატონ ზაურის გააჩნია, ეს არის გმირი ადამიანი და ქართველი ერი როდესმე დაუფასებს ალბათ ბატონო გოჩა, ჯერ ხაზზე იყავით ერთი წუთით არ გამორთოთ Skype-ი, თქვენ მოკლედ დაგვიმთავრეთ, იმიტომ რომ მე კიდე ერთი საინტერესო ამბავი მაინტერესებს. ერთ ეპიზოდს მოგიყვებით, მე მგონი გოჩამაც იცის ეს ეპიზოდი. ანუ ბატონო ზაურ, მოდით ეს დავამთავროთ. ტრაპი რო არ იყო და შემდეგ უკვე როდესაც ტრაპი არ იყო. მოკლედ გითხარით რა. ბატონო, ტრაპი არ იყო და ჩვენს თვითმფრინავის შიგნით გვაქვს კიბე. ეს ტექნически გადმოსაკიდი და ეს უცბად ჩავშვები გალაქტიონს და აი აქედან ავიყვანე ეს 19 დაცვისისა ქალბატონები მანანა და ბავშვები და ზვიადი და მე ქალბატონი მანანა ძოძუაშვილი დიახ, და მე და ზვიადი ქვევით რო დავჭით და ვიღაცა მოვიდა რუსი ესა და თავის იმით ტელეკამერით და უღებს და არის და აუცილებლად უნდა ინტერვიუ აიღოს ზვიადისგან. და ზვიადი ისეთი ის იყო რომ უნდა ახლა მისცემ მე კატეგორიულად დაუგზავნე და ბატონო ზვიადი მე ვთხარი თქვენ ხართ აქ მიწაზე პრეზიდენტი და ჰაერში მე ვარ მეთქი და გაიცინა გადამეხვია გადამკოცა და ანუ აი ესე ჩახვედით გროზნომდე ხო? არა რა იყო ახლა რომ ავიდა ზევით ავიდა ამ კიბეთ რომ ავიდა ბოლო ავიდა და შევიყვანეს და მე ავედი და მინდა ეს კიბე ავიღო და ამოდის ეს თავისი კამერით ჟურნალისტი Я тоже с вами полечу, да? Мне вот хари как, вы кто будете? Я говорю, да категория варс вы не пита, а ты мне еще будешь командовать, да, амазобаши. Эс чеченец бичи, карадирис, вот хером мол, да. Эрт мапка, командир, что проблема? Да я говорю, буду шанс, это мудак, говорю, не оставляет меня в покое. А ну-ка поднимись, да, ася его, хелеро, да, амимас. Скажи, мегона могла. Ну, чамоварда, ikida, რა თქმა უნდა, ტრაპი ავიღე. და ის იყო დავკეთეთ, კარი და მე ახლა ჩვენი ტერიტორიაა, თვითმფრინავი და აცი ჩემზეა დამოგვიდებული. მაგრამ საქმე იმაშია რომ მოკლედ გითხარით რა, რომ დავიწყე ახლა და შიგნით პროცესი რომ დავიწყოთ ძრავების გაშვების და იმის, ვეკითხები დისპეჩერს, разрешите запуск, მეუბნები და კატეგორიულად ვარს მეუბნება. Почему вы не заплатили 6000 рублей? Ва Я говорю, мы не заправляли, я говорю, арчагусхена, араво, за стоянку. Равкна гацуда, მე 6000 კერე 6 მანეთი მაგ ჯიბეში მეტი არა ბერდა ბიჭებს მოგიწევი და ყველა ერთმანეთს გადავხედეთ, რავქნათ ახლა. და ამასობაში ეს კაზარიანი ქვევით დგას. და მეუბნება ჩქარავო, მე უთხარი არ მიშვებს მეთქი. რას ქვი არ გიშვებსო? Почему? Я говорю, 6000. А ну-ка дай наушники და იმას გამოართა ტექნიკის ქვევით აქ наушники და ის გვისმენს. იმას მისა და უცხარი საჩქაროდ რომ მე ვარ აქა და მე მივცემ ამ იმას. მე უცხარი და ის მეუბნება диспетчери ახლა. А не мог сказать, что наш президент там? Я говорю, почему должен я вам сказать? Я говорю, я запрашиваю вас запуск. Разрешаю და ის რომ გავუშვით ძრავები. ამასობაში ახლა მარცხენა მხარეს პატარა ჩუბურაშკა ელჩიტრისა ესეთ ჩეხური რო არის. ეს გაზა მარჯვნივ ეს რუსების აენდვენას მახენა. ახლა ადგილზე უნდა დააბრუნო ისე რომ რო არ შეეხო.
რომელიც მანქანა ხო არ არის და დისპეჩერი მეუბნება თქვენ შეგიძლიათ თუ ადგილზე დააბრუნოთ ეგ პაზვოლით мне ეგარო და ამასობაში გაშვებული მაქვს ძრაები და ხედავ ახლა ღამეა და იქიდან ვაგზიდან მოდის წელი არმადა მანქანების თურმე გაუგიათ ვიღაცამ ალბათ ჩაგვიშვა რომ ზვიადი მიდის ჩეშინიდან იმიტომ რომ იქ მუშაობდნენ როგორც ბატონმა გოჩამ ბრძანა ეს ნაძერალები ჩასული იყვნენ არ ეშვებოდნენ ზვიადს იქაც არ ეშვებოდნენ და აკეთებდნენ თავის შავ საქმეს არაქართულ საქმეს დღესაც ესენი აქ ბაირამობენ მოიღებათ თქვენ თვითფრინავი და თვითფრინავი როგორ ისა ახლა მეუბნება ეს წინ დამიდგა ეს მანქანა ერთი მეორე მესამე და ჩამოწვიდნენ და ასე მეუბნებიან ვით უნდათ მე ისა მე მოკლედ ისე გავბრაზი წარმოიდგინეთ წამები მაქვს წუთი კი არა ადგილზე როგორც აი ჟიგულის რო აბრუნებინ ის ადგილზე ეს ამხელა მახინა მოაბრუნე და ისე ვიყავი გაბრაზებული რომ მოაბრუნე 180 გრადუსით ცოტა 1-5 მეტრო გავიარეთ და გავაჩერეთ ისე და მივეცი გაზი რომ მივეცი გაზი თორმე იქ ეს მანქანები და ეს ხალხი მე გადაუბრუნებია ეგონათ რომ ეჯახებოდით ხო ნუ ასე თუ ისე ბატონ გოჩას მინდა ეს ხულიგნობა კი იყო მაგრამ მე მაინც გული მოვიჭამე რა ამით ბატონო გოჩა თქვენ ხშირად ფაქტიურად უკვე რეისი გქონდათ ხოლმე სოხუმი გროზნო სოხუმი მე ვიცი რომ თქვენ ძალიან სხვა პრობლემებიც იყო ხოლმე სოხუმში ჩაფრენის და მინდა დაასახელოთ ის ადამიანები ვინც თვითფრინავს აგდებდა გროზნო სოხუმის მიმართულებით ეს ბატონი ზაური მოგიყვებათ მე გროზნოდან ჩვენ რო გავფრინდით ბატონ ზაურს უკეთესად ახსოვს ყველა დეტალი იმ ოპერაციის და მოგიყვება თანმიმდევრობით შეგიძლიათ გვარები დაასახელოთ ამის პირდაპირ არა რა თქმა უნდა გვარებსაც დავასახელებ და ყველა მაშინ ბატონმა გოჩამ დაასახელოს მე ახლა გეტყვით ჩვენ მე მითხრა ისტორიაში რჩება ეს საერთოდ ეს ტაბუ დადებული თემა იყო და საერთოდ არაერთი მოდი თქვენც ბრძანეთ ბატონო გოჩა დაასახელეთ გვარები რომ სომხურ ქართულ ომს დაასახელეთ გვარები ეხლა მოგიყვებათ ბატონო ირაკლი თანმიმდევრობით ყველაფერს მოგიყვებათ ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს თითქმის და ამიტომ არა შემდეგი გადაცემა ამას ერთ გადაცემაში ვერ და რასაკვირველია მაგრამ იქებ მოკლედ გითხრათ ეხლა მე გეტყვით ეხლა ერთ რამეს მე რომ წამეყვანა იქ სოხუმში თორმე დაждომის დროს ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან აფხაზეთის დაუვალებიათ მაგისთვის რომ დაждომა და აფეთქება ერთად ყოფილიყო და ეხლა გოჩა რომ დიდ დროსო თამაშობდა და ეგ გოჩა რო ჩემთან იქნებოდა და პრეზიდენტი და სულ ყველა ამას ელოდნენ მაგრამ შევარდნაძის ხუთის წარმომადგენლები არ გიქმნიდნენ პრობლემას აი ამ სოხუმი გროზნო სოხუმის როგორ არ მიქნით იყო შანსი რომ თქვა თვითფრინავი აეფეთქებინა და ჩამოვიდოთ რას მეუბნებით ეხლა სოფლიოში ყველაზე დასაждომის სიჩქარე დაიმასწორე ხალხს უსვამ დასაждომის სიჩქარე აქვს ტუას 34-ს რატომ იმიტომ რომ მაგას აქვს ცოტა მექანიზაცია და რით უფრო მეტი ისა მექანიზაცია უფრო ნაკლები სიჩქარე აქვს ასაფრენი და დასაფრენი ამას ნაკლები აქვს ამას ეძახიან истребитель гражданской авиации გამანადგურებელს ეს არის ძალიან ლამაზი და ისეთი თვითფრინავი რომ ამაზე უკეთესი თვითფრინავი ტუპოლებსა კი არა არც ვიცხარით ეხა სიჩქარეზე იმიტომ რომ დაждომისას იქ მე მესამე თუ მეოთხე იმაზე და მიმყავდა ჩეჩნეთიდან ბიჭები იყვნენ და ამას ყველაფერს ხელმძღვანელობდა ჩერეს ასე რომ ვთქვათ გოჩა და ამ საქმეს ხელმძღვანელობდა გოჩა იმიტომ რომ გოჩა ფიგაროდან ფიგაროზე გოჩა ალბათ იტყვით მე ამ ყველაფერს სხვა გადაცემაში გროზონშიდაც იყო სოხუმშიდაც და მოკლედ ეს კაცი მთელი თავისი ცხოვრება და ეხლა მწვენია რომ პირში ვეუბნები ამას მაგრამ მთელი თავისი ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა მისცა ეროვნულ მოძრაობას ეხლა ეს არის სამაგალითო ადამიანისგან რომელმაც შეიძლება ისწავლო რა არის სამშობლოს სიყვარული მოდით პირდაპირ კითხავ და ეხლა ერთი ეპიზოდს გეტყვით როცა ფრინდებოდი პირველ დღეს მე დამავიზდა რო ავედი ბატონ ჯოხართან და ასე სელექტორი დეუნება აი რუსულად ასე უნება слушай мужик
если один волос упадет с президентской головы, я тебе кислород перекрою. Ты понял меня? Ეხლა по-солдатски. Да, где сформировал, да, ეხლა მე გამიგურდა ეს ვისეუნება ჩემ წინ ამას და ვეკითხები ვისეუნები და ასე მეთქი და это армияшку. გამიგურდა ეგ რას ქვია армияшку და ტერპედორსიანო გაიდა. აი ისე იყო, ნუ ეხლა ზვიადი იყო უფრო მეტი. ეს კაცი იყო. პირდაპირ თუ რა თქმა უნდა თანახმა იქნები, დაასახელებთ ადამიანებს, ვინცაც უნდა და ვთქვათ თვითფრინავის ჩამოგდება და აფეთქება. ჩამოგდება უნდა. აი პირდაპირ თუ შეგიძლიათ. პირდაპირ შემიძლია გითხრა დავალება მიეცემული ქონდათ ეს იყვნენ კიტოვანი, სიგუა, იოსელიანი და შევარდნაძე, ეს 4-ეული. ამას განხლა შეკვეთას თავარი ვინ არის? შემკვეთია. დიახ. ესენი იყვნენ, რაც იყვნენ. ეხლა რომ ვერ დამიჭირეს არ ვემორჩილებოდი, მე ზაურბიედი არ ვემორჩილებოდი თბილისის იმას, ამ ხელისუფლებას და სოხუმი, გროზნო, მოსკოვი, იქით აქეთ რო დავფრინავდი. ხელთები განსაკუთრებით რომლებიც შეგიძლიათ. ლომინაძე შეგიძლიათ დაასახელოთ? იცით რა, ნიპოიმანი ნივორა, ამაზე ეხლა ლომინაძე და იოსელიანი, ავთო იოსელიანი, რომელიც გარდაიცვალა კგბ-ში იყო. ესენი მოკლედ დღე-დაღამე ვითომ დაფრინავდნენ და აკეთებდნენ აქ, ვითომ ეხმარებოდნენ ზვიადს. სინამდვილეში მე გავიგე სოხუმის თბილისის ბოლოს გურამ პეტრიაშვილი ვაყირო და გვაჭიჭიგეთ ქართულად ისა და რო დატოვა ტელეარხი, ალბათ თქვენ გახსოვთ ეს მომენტი. ნუ დადიოდნენ ეს ხალხი, მაგრამ ეხლა რას აკეთებდნენ და რას არა, მე თვითონ პირადად მე არ მინახავს ეხლა, მაგრამ ნუ შემკვეთიები მე დაგისახელეთ და ვინ შეასრულებდა ამას, დაუვალებიათ სხვათა შორის უნდა გითხრათ ერთ-ერთ ადამიანზე პოლკოვნიკი საღინაძე, მაგრამ საღინაძეს კატეგორიულად უარი უთქვამს. თვითფრინავის აფეთქება დაჟდომის დროს ესა. ეხლა მოდით ეხლა რაღაც დრო ცოტა მე რომ წამოვედი იმიდან გროზნოდან სოხუმში, ნუ ეს დილის 5 საათი იყო. ნუ ეხლა იმ ხელა სიხარული, იმ ხელა ის იყო, ყველა ტიროდნენ, ყველა მიწას კოცინდნენ ერემიდან გროზნოში რო ჩავიყვანე და ერთ ამბავში იყო და რა წარმოიდგინეთ ეხლა რა დღეში იქნებოდნენ და მე რეკე 5 საათზე დილით რო გადმოვფრინდე, რა თქმა უნდა 5 საათი ზამთარში ეს ღამეა და ეს ალბათ გოჩა თვითონ იტყვის მაგის თავია. ვიღაც მე არ მახსოვს ეხლა გვარი ქარდავა. ეს კითხები ვიცით რაც უნდა თქვა თქვენ და ბატონ გოჩისაც ვეკითხები, ვიცი რომ ეს სკანდალს გამოიწვევს კვლავ საქართველოში. ბატონო გოჩა, იქებ თქვენ თქვათ. ალბათ გივი ქობალია, ცეგი. ბარემ რომ გაარკვიოთ ეხლა ქართული საზოგადოება რაზეა ლაპარაკი, ბარემ გითხარით ეხლა რომ სოხუმში არსებობდა ზვიად გამსახურდიას ორეული? დიახ, იმიტაცია ხდებოდა რომ ბატონო ზვიადი ყოფილიყო აფხაზეთში. დიახ. პრეზიდენტმა იცოდა ამის შესახებ. იმ ქობალია სოხუმელი კაცი, იმ ქობალიებში არაგერია ზუგდიდელებში ეს სხვა ადამიანია. დიახ. ძალიან კეთილი და ძალიან წესიერი თანამებრძოლი და როც მოფრინავდით უკვე მინვოძზე მე ბატონ ზაურთან ერთად კაბინაში ვიყავი შიგნით, როდესაც უკვე როსტოვის პვ-მ დაგვაფიქსირა. ხო, ასე იყო ბატონო ზაურ. დიახ, დაგვაფიქსირა და გაგვარცხილა რომ ჩამოგაგდებო. და დავჯდარიყავით. თან გვახდა, ესე იგი, დაცვის ბიჭები დაახლოებით 60 კაცი, მანანა ძოძოაშვილი და მე ვიმყოფებოდით გარეპირებიდან კაბინაში, რა ქვია, პილოტის კაბინაში. მე ვიჯექი ბატონ ზაურის გვერდით. ამ დროს გადაგვიარა თავზე 12,000 კილომეტრი იყო სიმაღლე, როგორც ბატონო გოჩა, რა მაინტერესებს? ეს ადამიანი გროზნოდან მოყავდათ? დიახ, თან ყავდა გროზნოში. დიახ. და გავაკეთეთ მერე, ვითომ ბატონი ზვიადი იყო პალტო ეცვა, ბატონი ზვიადის და იმიტაცია, რომ ვითომ ბატონი ზვიადი ჩამოვიდა ხა ახლოდან მარტო ზამბაროჟირება იცოდნენ, მათ შორის ბატონმა ზაურმა, მაგრამ ამ საავადმყოფობამ დაახლოებით 2 თვე მაინც მსოფლიოში არავინ არ იცოდა სად იმყოფებოდა ბატონი ზვიადი. გავდა ბატონ პრეზიდენტს. სიმაღლით და იმით ტანით კი და მაგრამ ისე პალტო გადააფარეს ამას სახეზე და ქუდი იყო და ქვევით ის იყო. ზაპაროჟეც და იმაში ჩასვეს და ისე დაიყვანეს. ეს დაუფიქსირებია ბატონო გოჩა, სხვათა შორის გივი კვანტალიანი რო იყო გენერალი. დიახ. გახსოვთ? რო დამიჭირეს მოსკოვში რო დამიჭირეს, ჩამომიყვანეს
და მეუბნება ხო ჩამოიყვანეთო ისე მე კატეგორიულად რო უთხარი არა მეთქი გაგიჟდა კაცი როგორ მოგვატყუეთო სად არის დღეს ეს კაცი ვახია და ესე ვინა დღეს სოციალია თბილისში ცხოვრობს შეიძლება მისი მოწვევა გადაცემაში კი აუცილებლად შევეცდებით რომ რა ფუნქცია ეკისრებოდა ამ ადამიანს მინვოძე გვაიძულებდნენ რასტოვის პვო ბატონ ზაურს თხოვდა რომ თუ არ დაждდებით ჩამოგაგდებთ დაახლოებით მე როგორც ვიხსენებ იყო 12000 კილომეტრი გადაგვიარა ორმა ესტრიბიტელმა თავზე და კაბინაში შეიქმნა ხმაური ნუ ამ ხმა დავარდი ხო ბატონო ზაურ ორმოში ჩავარდი თუ რაღაც კაბინე 1000 ნუ ეს გათამაშება ილეთებით მივიდი ხო პოლიგნობა იყო ნუ ჩემი ილეთები იყო იმიტომ რომ ეხლა ხო არ ვეტყოდი ამათ რომ ისა და ეხლა რა იყო ის სხვანაირად არ შეიძლებოდა რაც გინდა ის ძაარქვით ეხლა თუ მოიგება რა გამარჯვებულებსო არასამართლებელია ამიტომ ეხლა ყველა ზომები უნდა მივიღო რომ ჩვენზე არ ყოფილიყო რაღაცა და ეს რო ესმოდა ქალბატონ მანანა ძუძუაშვილს რო ესმოდა რომ დავჯექით მის მერე ტიროდა სიხარულისგან და გოჩა აწნარებდა გადაგემართოდა ასეა თუ ეს შემდეგ უკვე ამ ესტრიბიტელებმა გადაგვიარეს ბატონმა ზაურმა გამორთა მთლიანად ნავიგაცია მე მახსოვს როცა უთხრა ეს მარტო იქ კი არა ყველგანაც მქონდა რა ქვია სომეხი არუტინოვი ხო არუტინოვი არუტინოვი ხო არუტინოვი მას მიმართა რომელ სიმაღლეზე ვარო მე მახსოვს აი დეტალებში რამდენია იალბუზი 4000-იო იალბუზის თავზე ვიყავით რა და ბატონმა ზაურმა თქვა ნუ გავალთო უკვე და უკვე შემოვედით კოდორის ხეობიდან არა ბატონო ზაურ ასე ზღვაზე დიახ ეს სად არ ვიარეთ ჩვენ და რა და რა ის გავაკეთეთ ჯოხარი ყოველთვის გვაძებდა ნავიგაციონის ზაპასს საწვავს გვაძებდა ძალიან ბევრს ყოველთვის სავსე წაში ზღვაზე უკვე ვერ ვჯდებოდით მთლიანად სოხუმი იყო მოყინული მაშინ ძალიან ძიმე ზამთარი იყო ვერ ვჯდებოდით ზღვაზე ვეკიდეთ თავზე ორი ისტრიბიტელი რომელიც გუდაუთიდან აფრინდა ესე იგი ვერ ვჯდებოდით მაშინ სოსო ჯომიდავამ და ჯანდიერმა აიღეს აეროპორტის PDSP ესე იგი სამართავი პუნქტი და უკვე შუქიც გამორთეს არ ჩანდა ხო საერთოდ არ იყო უკეთესად მოყევით ბატონო ზაურ მე არ იყო შუქი საერთოდ არ იყო პროფესიონალისტად უშუქოდ მე მაინტერესებს ბატონო გოჩა და ბატონო ზაურ რა ფუნქცია ეკისრებოდა გივი ქობალია ხო როგორც მითხარით გივი ქობალია სოხუმში და რამდენი ხანი იყო ორი თვე ყავდა დაახლოებით იმიტაცია და რა საქმიანობას ეწეოდა სოხუმში არაფერი ესკორტი დავყავდა მიტინგები ტარდებოდა ამ დროს ხომ სოხუმში? კი, რა თქმა უნდა, სოხუმში იმართებოდა უზარმაზარი საპროტესტო აქციები. და ეს ადამიანი მიტინგზე არ მოსულა? არა. ნუ მანქანით ესკორტით გადაადგილდებოდა და ყველას ეგონა რომ იმ რა ქვია, მინისტრთა საბჭოს შენობაში, სადაც შემდეგ ეს სადაც ის იყო დენდროპარკში, მინისტრთა საბჭოს შენობა სასტუმრო რა, სადაც იქ იმყოფებოდა ბატონის ზვიადი 2 თვის განმავლობაში და ბატონის ზვიადი თუ ბატონი გივი. მაგრამ ჩვენ დაცვა და ის ქვეყანა ფაქტიურად შეუძლებელი იყო იქ შეღწევა. რა რეაქცია ჰქონდა არძიმბას ამასთან დაკავშირებით? როგორ? არძიმბას რა რეაქცია ჰქონდა? შეხვდა? მე ათში სანამ გავფრინდებოდით ბატონ ზაურთან ერთად. ათში შევხვდი ბატონ ვლადისლავ არძიმბას. ესე იგი და მოვთხოვე კატეგორიულად რომ მოთხარი საქართველოს პრეზიდენტი გადაადგილდება იქ სადაც და უარი არ უთქვია არძემბა თანახმა იყო თქვენ იცით მაგრამ გამართხილა რომ მოსალოდნელი იყო ამ ხუნტის რევანში და აფხაზეთი თქვენც აკაური ხარო აკაური ისახარო და ხო იციო რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს დესტაბილიზაცია აქეთ გადმოვიდესო და ამაზე გამართხილა, მაგრამ ის რომ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა უფლება თავის ტერიტორიაზე გადაადგებულიყო არძიმბასგან უარი არ მიმიღია და არც მე მინდა დავუმატო ჩემ გოჩას საქმე იმაში რომ აფხაზები რას გაიძახოდნენ ზვიადზე იცით? დიახ. Наш президент
დიახ. ნаш პრეზიდენტ ზვიადზე ისინი არ იყვნენ გაბრაზებული და რაღაცა სხვადასხვა ყველას ეგონა რომ თვით არძიმბასაც ეგონა რომ ბატონი ზვიადი იმყოფებოდა ის დასაწყოს გოს მაშინ და საპროტესტო მიტინგებზე აფხაზები ესწრებოდნენ პრეზიდენტის მხარდამჭერ მიტინგებზე აფხაზები როგორც ასე ღიად არა მაგრამ ბევრი მოსახლეობაზე მაქვს საუბარი მოსახლეობაზე რა თქმა უნდა ახლა აბა თავრობა კი არ ესწრებოდა მაგრამ საქმე იმაშია რომ აფხაზები თვითონ იყვნენ უსუსური ამ მონსტრის ამ აქედან რო ჩადიოდნენ და რას აკეთებდნენ ხედრნელები ახლა რომ უნდა ითქვას სიმართლე იცით რას აკეთებდნენ თუ აფხაზები იქიდან გარეგეს და აფხაზებს ბოდიში ამ ტერმინზე და გადაყარეს მერე კი რომ დამთავრდა აფხაზების ისა მერე მოუბრუნდნენ მეგრელები როგორც სამეგრელოს გადაუარეს 5 ჯერ და ყაჩაღისთვის არ არსებობს არც სამშობლო არც დედა არც ერი არც ზარი არის ერთი წამით ერთი ზარი მაინც შემოუშვა დღეს გადაცემაში ოპერატორს ვთხოვ გამარჯობა და გისმენთ გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით გამარჯობა ბოდიში ერთი რამე შეკითხე მაგრამ რა გადაცემა მიდის და რა იმასები პირდაპირ მე უყურებ პირდაპირ ჩართულია 25 კანალი აღაჭაირავრეკა დიახ რადიო ობიექტივი ხა როგორ მოგიყვეთ გადაცემა ბატონო კარგით მადლობთ ოპერატორს ვთხოვ რომ გათიშოს თუ გადაცემას ვერ უყურა ადამიანმა და თქვა გვიან ჩაერთო შეგიძლიათ თქვენ რადიო ობიექტივს აქვს თავისი საიტი არქივი რომელიც არის მუდმივი და შეგიძლიათ ინტერნეტით შებრძანდეთ და იქ უყუროთ ყველა გადაცემას რომელიც კი ყოფილა ესე იგი მედია კავშირ ობიექტივში გადაცემები არსად არ იკარგება ეს არის არქივი მით უმეტეს ჩემი გადაცემა ეს არის მე მგონი ეროვნული არქივი ბატონო გოჩა და ბატონო ზაურ აი ამ ადამიანს ეხა ძალიან დამაინტერესა ამ ადამიანის ბედიღბალით 2 თვის განმავლობაში იყო სოხუმში დიახ და 2 თვის შემდეგ რატო თქვათ შემდეგ თქვათ აღარ იყო საჭირო ეს ადამიანი კი არ იყო საჭირო თანხდება რომ ძალიან ბატონი ჯოხარი დიდხანს ფიქრობდა. აქ ითამაშა დიდი როლი საერთოდ სიტუაცია იყო უმართავი ჩეჩნეთშიც. მოსალოდნელი იყო რუსების ინტერვენცია და ადამიანი დაახლოებით 2 დღე ფიქრობდა. იქ მათე ციხესაშვილი მუშაობდა, მერაბ ჩუხუარო პოლიტიკური იმით რომ ესე იგი მიეცა ნება ბატონ ჯოხარს ჩვენთვის რომ პრეზიდენტი ჩამოგვიყვანა. ბატონი ზაური იყო თვითონ მოწმე, როგორ ნერვიულობდით ჩვენ ხელებს ვიჭამდით, ყველა ერთად მათ შორის ეკიპაჟი ჩვენთან ერთად. სანამ არ ვიცოდით საწაგვეყანა, ფაქტიურად აფხაზეთი იყო ყველაზე ბოლო ვარიანტი, თუ ჩეჩნეთში არ გამოვიდოდა. თქვენ თუ იცით ამაზე რა რეაქცია ჰქონდა თავად ზვიად გამსახურდიას? როგორი რეაქცია ჰქონდა ამას ზვიად გამსახურდიას ამ ფაქტთან დაკავშირებით? ნუ როგორი რეაქცია ჰქონდა? თვითონ იყო თანახმა, რომ ნორმალური იყო. ფაქტიურად სომხები აპირებდნენ, აგერ ბატონი ზაური დამეთანხმება 99% აპირებდნენ ამ, რა ქვია, ბატონი ზვიადის გადაცემას ხუნტისთვის. დიახ. ახლა ისტორიულად შემდეგ წლების განმავლობაში საუკუნო ღალატად შეიძლება საქართველოს ჩაეთვალა და ფაქტიურად ვიწყებდით სომხურ წინაშე აღმოჩნდებოდით სომხურ ქართული ომის წინაშე. გასაგებია. გარდავალი ესეთ ხმარობაში ჩააყენეს, მაგრამ ზვიადი ახლა თქვენ რო შეგვეკითხეთ. ზვიადი ნორმალურად უყურებდა, რაც კეთდებოდა ნორმალურად, სხვა რეაქცია როგორ შეიძლებოდა, აი თქვათ უარყოფითი რეაქცია რო ყოფილიყო. თუ კარგად კეთდებოდა და ნორმალურად და ჭკვიანურად კეთდებოდა, სხვანაირად არ შეიძლებოდა. იმიტომ რომ ყველას ეგონა თითქმის რომ ზვიადი არის სოხუმში და საერთოდ დასავლეთში და შეიძლება ითქვას იქ ეძებდნენ მეძებარი ძაღლებივით, ეძებდნენ, მაგრამ ეხლა გივი ქობალია და ზვიად გამსახურდიას შორის განსხვავება რო არის, მეგონი ეს ყველასთვის გასაგები იყო. ეს ყველაფერი იყო რა ვიცი, ამ ხალხის დამსახურებოდა თქვენთვის სოხუმშიო. როდის შეწყდა ეს მიტინგები? უკვე როცა საომარი მიტინგები შეწყდა შემოკარგო მაშინ, როდესაც დაიწყეს მხედრელებმა ომი. ომი ჩვენს წინააღმდეგ. დიახ.
ჩვენ 5 წუთი დაგვჭა და გავყოთ მოკლედ ეს დრო რამდენიმე წუთით ბატონ გოჩას უთმობ ვინაიდან პირველი გადაცემა არის 2012 წელს ბატონო გოჩა ბრძანეთ თუ რა ძალიან ხო ბატონო ირაკლი ბატონ ზაურის ისეთ რაღაცებს მოყვება ისეთ დეტალებს რომ ძალიან საინტერესოა ისტორიისთვის მართლაც ეს არის ყველაზე ლეგენდარული ფრინავი თანამედროვე ოსტატი თავისი საქმის და იყო ნამდვილი მეტაური მე მინახავს საქმეში შტურვალთან როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი და ძალიან უმწეოდა ის ვიქნებოდით ბატონი ზაურის ასეთი პროფესიონალიზმი რო არ ყოფილიყო და ისე როგორც თქვენ გინახიათ ბატონი გოჩა ხო თავისი საქმე შეასრულა 5-ზე კი არა 10-იანზე არ ვიცი ეს მარტო გმირობა რა ესა რა ვიცი გვიხსნა ფაქტიურად სხვა ხსნას მე ღვთისნებით განგების ნებით ასე უნდა მომხდარიყო და ზუსტად ის გააკეთა რისი გაკეთების მაქსიმუმი შესაძლებელი იყო თეორიულად. კარგით ბატონო გოჩა მე თქვენ დაგემშვიდობებით მადლობას გიხდით რომ ასე აქტიურად იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემებში თვალყურს ადევნებთ რადიო ობიექტივში გადაცემებს ამისთვის დიდ მადლობას გიხდით აქტიურობისათვის და თქვენი აზრის დაფიქსირებისათვის. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალწელს ჩემო გოჩა ჩემო ძმაო. დავიდა. კარგად ჩემო კაცო. დიახ. კარგად და გამიგოცა ოჯახი. ბატონო ზაურ ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგრჩება 5 წუთი ჩვენ ვერ ჩავეტევით ეხა ყველაფერში მე კიდე ბევრი სხვა კითხვა მაქვს თქვენ იმდენად დაწვრილებით ყვებით რომ ფაქტიურად ერთი კითხვა შეიძლება დაგისვა და 1 საათი პასუხი იყოს მე ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა გითხრათ 2 სიტყვით თუ გამოვა თქვენ არ იღებდით უკვე მონაწილეობას როდესაც ზვიად გამსახურდია გროზნოდან სამეგრელოში სენაკის აეროპორტში ჩამოვიდა ანუ ზუგდიდში როცა დაბრუნდა ზვიად გამსახურდია ეს შეგნებულად იყო გაკეთებული მე მგონი შეგნებულად იყო იმიტომ რომ თავის ღიურში წერს ბატონო ზვიადი სად არის ჩემი ფრინავიო მაშ გამოდის რომ ზვიადი მელოდებოდა სამწუხაროდ ომი იყო და მე ვერ წავიდოდი თქვათ გროზნოში ვერ ჩავიდოდი იმიტომ რომ ისეთი მდგომარეობა იყო აფხაზეთის ეს თქვენ კარგად ყველას გახსოვთ და ამიტომ იქ ვერ ჩავიდი და ვიღაცაებს რომ დავალა და ამ ვიღაცაებმა მოღალატეებმა სრულიად მნიშვნელობით ვეღარ მომნახეს მე თურმე სოხუმში და მოახსენეს რომ ვერ ვნახეთო და მაშინ იქ აიძულეს თუ რომ წამოსულიყო როგორ შეიძლება თევზი დაიჭირო კუდიდან რა უნდოდა ზუგდიდში მაგი უნდა ჩამოსულიყო ან საერთოდ იქ შეუძლებელი იყო მაგის ჩამოსვლა არ შეიძლებოდა თუ მე ჯოხარი და ზვიადმა მოვილაპარაკეთ რომ მე ახ რო გითხარით წინაც ჩამოდიოდი ზვიადის დავალებით თბილისში და მუხრანთან მქონდა ბატონ მუხრანთან კავშირი და ის მეუბნებოდა რომ არ შეიძლებოდა და მარტო მუხრანთან მე ზვიადი ამას მეუბნება მარტო მუხრანთან სხვასთან კავშირი არ მქონდა როგორ შეიძლება და მაგის ჩამოყვანა კატეგორიულად მოკლედ მითხრა თქვენ ახლა დღიური ახსენეთ თქვენი თვალით გაქვთ ნანახი ზვიად გამსახურდიას დღიური მე მაქვს ეს დღიური და ახლა მაგ ნანახი თუ მაქვს ნანახის მაქვს და წაკითხulis მაქვს და ნანახი როგორ გითხრა და თვითონ რო წერს ისე კი არა მაქვს ნანახი რა თქმა უნდა მაგრამ მე მომცეს ეს დღიური და მე გითხარით ვის მივეცი ეს დღიური გასაგებია. ნუ დავასახელებთ ვინაიდან. არა. დავასახელებ. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ გადაცემაში. ჩვენ 1 წუთი დაგვჭა დრო და თუ გნებავთ ჩავეტიოთ ამ დროში და თუ რამე გაქვთ კიდე. მე მინდა ერთი რამ უნდა გითხრათ, ჩემო კარგებო, რომ ერს მინდა უთხრა გამოიღვიძოს ერმა და ნუ გახდება კუჭით ნუ ფიქრობს. იფიქროთ მომავალ საქართველოზე, ქართულ ადაწესზე, ქართული ეს ჩვენი ახალგაზრდები ბოდიშამ ტერმინზე და რომ გაათახსირეს დღეს და სხვანაირად რო არიან ქალი ქალს არ გავს, ახალგაზრდას რო არ გავს. ძალიან გთხოვ, გამოიღვიძოს, გავერთიანდეს სოლიდარობა, გამოუცხადოს იმ ჭეშმარიტ მომავალ მე ვიტყოდი რომ რომელიც ფიქრობს ერზე, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი მე სრულიად ხარს უჭერ ამ კაცს, იმიტომ რომ ალტერნატივა სხვა არ არის და მთლიანად მე რაც დამჭა სიცოცხლეს მივცემ იმისათვის რომ ეშველოს ჩვენს ერს, ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ქვეყანას. კარგით.
დიდი მადლობა ბატონო ზაურ, ეს თქვენი აზრი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემა ცენზურას არ გადის, თუმცა მე დავამატებდი, რომ ის გარემოცვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყავს, ჩემთვის პირადად მიუღებელია და მან აუცილებლად უპირველესად ალიანსი უნდა გააკეთოს ეროვნულ ხელისუფლებასთან. დიდი მადლობა, ასე დაემართა ზვიაც გარემო ზოგიერთები რო ყავდა მოღალატები, დღესაც ბატონო ბიძინას ჭირდება გამოღვიძება, რომ ის ვინც ფულზე იყიდება და ფულზე ესა კატეგორიულად მე ურჩევ კაცურად, ქართულად რომ მოიშოროს ეს ჭირი. მადლობთ, უბრალოდ მე ვფიქრობ მაინც რომ ლეგიტიმაციის პრობლემა არ უნდა კონდეს შემდეგ ხელისუფლებას და ბატონმა ბიძინამაც და თუ ვინმე გამოჩნდება კიდევ უპირველესად უნდა მოითხოვოს სამართლებრივი თვალსაზრისით მაინც კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. მე ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ჩემ მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩემი გადაცემის სტუმარი იყო სტობილი მფრინავი და ვიტყოდი ზვიად გამსახურდია სპირადი მფრინავი. მე გადაცემა მიმყავდა ირაკლი შონიას, მე შემდეგ შაბათამდე გემშვიდობებით, შვიდობიან საღამოს გისურვებთ. ჩვენ იქითა შაბათს ზუსტად საღამოს 9:15 წუთზე კლავ შევხვდებით ერთმანეთს. კარგად ბრძანდებოდეთ.